მოკლედ ამ ადამიანის ვიდეოები ყველა ვნახეთ და ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ახლა ამ ვიდეოს წერ არის ის, რომ მას ყავს 100,000 კაციანი აუდიტორია, რაც ნიშნავს იმას, რომ მას ადამიანები უსმენენ. როდესაც ყავს 100,000 კაციანი აუდიტორია, შენ მოგეთხოვება მეტი პასუხისმგებლობა. როდესაც შენ ბოლო დროს გამოდიხარ და ამბობ ისეთ რაღაცებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მართლმადიდებელ სწავლებებს, ეს აბსოლუტურად ნორმალურია. შენ შეგიძლია ირჩიო ნებისმიერი მიმდინარეობა. შეგიძლია იყო პროტესტანტი, შეგიძლია იყო კათოლიკე, შეგიძლია იყო იეჰოვას მოწმე, მორმონი, მუსლიმი, ან ნებისმიერი სხვა მიმდინარეობის მქონე ადამიანი. თუმცა არსებობს ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალი. როდესაც შენ ამბობ, რომ შენ ხარ მართლმადიდებელი, ამით შენ ტერმინ მართლმადიდებლობას ზურგს უკან ეფარები და მიზანმიმართულად ხალხი შეცდომაში შეგყავს. და რას გულისხმობ ამაში? აი შენ ხო გიყვარს იდენტობის კანონი, ლოგიკის კანონები, რომლებიც აქამდე წარმოდგენა არ ქონია და შემთხვევით ერთი დებატისას ფილოსოფიის კლუბისგან ისწავლე. არაუშავს ადამიანები რაღაცებს სწავლობენ, მაგრამ როდესაც რაღაცებს სწავლობ, აუცილებელია რომ ეს რაღაცები კარგად ისწავლო. აი ავიღოთ ესეთი ლოგიკის კანონი, რომელსაც იდენტობის კანონი ეწოდება და გადმოვიტანოთ ჩვენს რეალობაში. იდენტობის კანონის თანახმად შენ უნდა იზიარებდე მართლმადიდებლობის ყველა იმ დოგმატურ შეხედულებას, რასაც ეს ეკლესია ატარებს. იმ შემთხვევაში თუ შენ ამ დოგმატურ შეხედულებებს ეწინააღმდეგები და უარყოფ, გამოდის რომ შენ მართლმადიდებლური ეკლესიის წევრი არ ხარ. სწორედ ამიტომ სადემონსტრაციოდ ავიღოთ რამდენიმე მარტივი მაგალითი, რასაც ვიდეოებში ხშირად იმეორებ ხოლმე. პირველი გადარჩენა ხდება მხოლოდ და მხოლოდ რწმენით. ეს არის პროტესტანტული შეხედულება, რომელსაც მართლმადიდებლობასთან კავშირი არ აქვს. მართლმადიდებლური სწავლების თანახმად გადარჩენა ხდება როგორც რწმენით, ასევე საქმით, სინერგიით, ღმერთისა და ადამიანის თანამშრომლობით და არა მხოლოდ და მხოლოდ რწმენით. ამას ვიადასტურებს იერუსალიმის საეკლესიო კრება, რომელიც მოგვიანებით ყველა მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ იქნა აღიარებული და რომელიც უშუალოდ პროტესტანტიზმის გადარჩენის მხოლოდ რწმენით დოქტრინას ეხმიანება. მეორე, შენ არ აღიარებ უკვე საეკლესიო კრებების დადგენილებებს. მართლმადიდებლურ ეკლესიაში საეკლესიო კრებას გააჩნია აბსოლუტური ავტორიტეტი. თუ მსოფლიო საეკლესიო კრება იტყვის, რომ ეს ასია, მაშინ შენ ამას უნდა დაემორჩილო. როცა საეკლესიო კრება განსაზღვრავს დოგმას, შენ მისი მიმდევარი ხდები. თუ შენ ამის წინააღმდეგ მიდიხარ, შენ მართლმადიდებლობიდან გადიხარ და აირჩევ სხვა რაღაცა დენომინაციას, რაც პრობლემას საერთოდ არ წარმოადგენს. უბრალოდ შენ მოგეთხოვება, რომ იყო გულწრფელი და ხალხი არ მოატყუო. მესამე და ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი. როცა შენ ამბობ, რომ შენ არ გწამს ღვთაებრივი სიმარტივის და შენ გწამს აბსოლუტური ღვთაებრივი სიმარტივის. ამით შენ აღიარებ თომისტურ თეოლოგიას და უარყოფ პალამისტური კრებების დადგენილებებს, რომლებიც ასევე ყველა მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ არის აღიარებული. როცა შენ ამბობ, რომ შენ ხარ უბრალოდ ეტიმოლოგიურად მართლმადიდებელი, შენ ამ ტერმინს უბრალოდ ფარად იყენებ, რომ ხალხი შეცდომაში შეიყვანო, იმიტომ რომ შენი გამომწერების უმრავლესობა არის მართლმადიდებელი და ამ გამომწერების დაკარგვა არ გინდა. ეს არის ტყუილი, ეს არის ფარისეულობა და ეს არის ამპარტაუნება. მაგრამ მთავარი პრობლემა იცი რაში მდგომარეობს. როცა ფილოსოფიის კლუბთან დებატისას თემო გითხრა, რომ შენს აუდიტორიას უბრალოდ არ ისმის რის შესახებ საუბრობ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საერთოდ არ მოგისმენდნენ, ეს სრულიად მართალი იყო. ნაცვლად იმისა, რომ რაღაცა გესწავლა, გაგიაზრებინა, დაშვებული შეცდომები გეღიარებინა და ახლიდან დაგეწყო ყველაფერი, უბრალოდ ჯიუტად გააგრძელე შენი პოზიციების დაცვა. ამიტომ საკმაოდ მარტივია, ვინ შენ გისმენს და გეთანხმება, ის ავტომატურად მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებების წინააღმდეგ მიდის. სწორედ ამიტომ, მიუხედავად ამ ყველაფრის შემდეგ, ის ადამიანები, ვინც შენ ახლა გამოყვებიან, იქნებიან უბრალოდ დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანები, რომლებსაც წაკითხulis და მოსმენის გააზრების უნარი არ გააჩნიათ. ეს კი საბოლოოდ მიგიყვანს იქამდე, რომ ჩამოაყალიბებს საკუთარ სექტანს, ნეოიანიზმს ან რაღაცა მსგავს, რის ნიშნებიც უკვე არსებობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს დღევანდელი ვიდეო არ ეძღვნება იმას, თუ რომელი დოქტრინა წარმოადგენს სიმართლეს. ეს დღევანდელი ვიდეო ეძღვნება იმას, რომ შენ ხალხს მიზანმიმართულად ატყუებ და თავს ასახებ მართლმადიდებლად და ამ ტერმინის გამოყენებით შენ ადამიანები შეცდომაში შეგყავს. თუ შენ თავს მოიაზრებ მართლმადიდებლად, მაშინ შენ ვალდებული ხარ საეკლესიო დოქტრინებს დაემორჩილო და ამ ეკლესიის სწავლებებს მიყვე. თუ შენ ამის წინააღმდეგ მიდიხარ, მაშინ იყავი ვინც გინდა, მაგრამ საკუთარ თავს ამ ტერმინს ნუ უწოდებ და იმ ხალხს, ვისაც წარმოდგენა არ აქვს ქრისტიანობაზე და ასაკით პატარაა და ეხლა შემოდის ამ სფეროში, უბრალოდ თავგზას ნუ უბნევ და ნუ გადაჩეხავ სადღაც ახალ სექტაში.